ემხარს ხო? გამარჯობეთ. მეგობრებო, ეხლა გაგვეთიშა ჩვენ აკუ დაგვიჯდა, ბატარია დაგვიჯდა და ამიტომ გაითიშა ტელეფონი და ეხლა თან პეწიწვინების ვაჯინებ მე. და თან თქვენ გაგესაუბრებით, კარგი? პიპი. იონე. რა? დაიმშვიდობიობა ჩემს მაყურებელს მინდი. კარგად. ძილინებისა. ერთი სიტყვით ჩვენ საუბრობდით იმაზე, რომ არსებობენ ესე იგი იონე მოდი ცი რა გააკეთე. კარი დახურე იქ და მოდი მერიჩებდა. კარი. ხო და საუბრობდით იმაზე, რომ არსებობენ ესე იგი სულები, რომლებიც ამ სიხშირის ასამაღლებლად თავიანთი საკუთარი სიცოცხლის შესანარჩუნებლად სხვის დროს, ენერგიას და სულებს იწირავენ ხოლმე რა, ესე ოდითგანვე ეს ფიზიკური ველი შექმნა იალდაბაოთმა და იალდაბაოთის ეს უკაცრავად მოთხოვნილება ასეთია, რომ თუ გინდა რომ გადარჩე, უნდა შეიწირო სხვა. რაც ქრისტეს შემთხვევაში ეს სხვანაირად მოხდა, თუ გინდა რომ გადაარჩინო შენი თავი, უნდა შეეწირო სხვებს. ნუ რაღაცა ესეთი შეცვლა პირდაპირ შემოუტრიალა რა ქრისტემ ამ იალდაბაოთს თავისი მდგომარეობა, თავისი ეს პოზიცია, რომ ფიზიკურ ველში გადარჩენის შანსი თუ გინდა, უნდა შეიწირო მსხვერპლი. და ეს ომები რო ხდება, ეს ამდენი შეწირვები რო ხდება, ეხლა ბავშვების შეწირვები ხდება, იმიტომ რომ პირდაპირ მნიშვნელობით ისრაელი ღაზაში მას ურტყავს ბავშვების თავშესაფარს ურტყავს, რუსეთი უკრაინაში ბავშვების საბავშვო ბაღს ურტყავს და ასე შემდეგ რა, მაგაზე აღარ დავხარჯოთ დრო, ეხლა მე მგონი ჩემ მსმენელმა ეს ყველაფერი უკვე იცის. უბრალოდ რაზე მინდა გავამახვილოთ თქვენი ყურადღება რა. აი როგორც ეხლა უყურე ნახე, დღევანდელი ჩემი ლაივი როგორი აგრესიული იყო, ხო? და როგორი პირდაპირ მნიშვნელობით, როდესაც დემონს ამხელ რაღაცაში ის რის ხდება და აგრესიული ხდება და აგერ აგრესიაზე წამოვიდა პირდაპირ მნიშვნელობით მისი მრევლის ფანატიკოსებისგან, მრევლიდან და დამეტაკა. ასევე დამეტაკა ილიაზე გახსოვთ როგორ დავიწყე მაშინ გინება და როგორი სიტყვებით ვამხელდი ილიას რა, გახსოვთ? ნუ ეს არის პირდაპირ მნიშვნელობით ასახული ის, რომ დემონი, რომელიც გამოდის, ვისაც ვამხელ, ამ შემთხვევაში ნარიმანი ვამხილე, თავის არა სიმართლეში, ხო? არა სიმართლეში, იმიტომ რომ თავის თავზე ამბობს ვინ ვარ რომ მეფე ვარ, რომ შეიძლება არც ამბობს თავის თავზე მეფე, მაგრამ თავისი მრევლი როცა ამბობს რომ მეფეა და ქრისტეა, არც არაფერს არ ეუბნება ამაზე. ნუ ახლა მდუმარებაში ვარო რა, ამით იმართლებს თავს რომ მდუმარებაშია და კაცი რომელიც მდუმარებაშია და კაცი რომელიც ხედავს რომ მისი მრევლი ძალიან ცუდად არის და მასთან არ უნდა კონტაქტი. თქვათ აი არის ნარიმანი ამ შემთხვევაში რომ ხედავს მრევლი გაჭირვებაშია და არ უნდა კონტაქტი, ხო? მაშინ არ უნდა გამოხვიდე და არ უნდა დაურიგო ამ ხალხს სანთლები. მეორე მხრივ, ანუ შენ თანამონაწილე ხდები, თუ კი მაინც ამას აკეთებ. თუ შენ მრევლს იმ აზრებში არ ეთანხმები, რა აზრებშიც შენი მრევლი შენ გიწოდებს, მაშინ შენ აუცილებელ შემთხვევაში პირდაპირ მნიშვნელობით ან დაუწერ, ან ეთქვი რომ ნუ ამბობთ ესე, ნუ ლაპარაკობთ ესე. ეხლა ჩემი საქმე არ არის ნარიმანი რას აკეთებს, ერთადერთი ის არის მივხვდი იმას, რომ ეს ტიპი ჩემგან ძალებს წველის და დაუსწერტილი რა, ანუ მე საკმარისი მოგიტანე, რაც მომთხოვე ის მოგიტანე, მომთხოვე ბანანი მოგიტანე. და ეხლა თავი გამანებე რა. პირდაპირ მნიშვნელობით ეს სახელი და გვარით, ჩემი სახელი და გვარით თამარ ინასარიძემ მომიტანოს ბანანიო, გამოაშკარავებინა თავისი პრინცესა ლუიზას Facebook გვერდზე და სანამ გამოაშკარავებინებ და მე უკვე იქ მქონდა მიტანილი, იმიტომ რომ ვიცოდი რა სჭირდება და მაგას ბანანი სჭირდება, სხვა რა და სჭირდება ვთქვათ. ხო და
არ დაჯერდა ამას, კიდევ და კიდევ მოითხოვა ჩემგან ენერგია და საბოლოო ჯამში მივხვდი, რომ ეს იქ რო სოფო დააყენა, ხო, თავისთან და რომ გამოწოვა და მე თავისიანებს რომ იქ ვიდექი ბიჭო, როგორ ამ ფეხები ულპება ამ გოგოს 24 საათი იქ დგას, არ შორდება ადგილს. მამამ ესე თქვაო და აქედან ჩემი წასვლა არ შეიძლებაო და როგორ გამოაგდებინა იქიდან თავის მრევლს, იცით, ამ ლევანს ჯოგლიძეს და თავი რო გაუხეთქეს სხვებმა. და კიდევ ალეკო და კიდევ მარინა არის კიდე ერთი, რომელიც ნარიმანის საცოლია და მოკლედ ერთი სიტყვით ეს საწყალი გოგო ამ ხალხმა კინაღამ სცემეს რა. გოგო, რომელიც ენერგიული იყო, სიცოცხლით სავსე, რა ვიცი, რეები აღარ მაქვს ამ გოგოზე მოსმენილი, რომ ესეთი კაი გოგო იყო, მაგარი გოგო იყო და ამ ტიპმა რომ დაიმონა ეს გოგო და გამოსწოვა ენერგია და რომ უკვე აღარ შეუძლია სოფოს და უკვე რო კვდება მე-7 სართულიდან ცემით გამოაგდებინა თავის ხალხს რა. წარმოვიდგინე, შემცვლელი სჭირდება ეხლა რა. შემცვლელი სჭირდება და ეტყობა თვალი დამადგა, გესმის? და მე უთხარი მეთქი ჩააფურთხეთქო რა. ასე რომ რას ერჩიო ნარიმანს რომ მეკითხებით, მაგას ვერჩი რა. სოფოს შემცვლელს ეძებს ეხლა. ენერგიულ, ძალიან მაგარ მოლაპარაკე ადამიანს. თვითონ ხო დაიმუნჯა პირი, სხვაც ხო დაამუნჯა. ეხლა სხვას ეძებს, იმიტომ რომ სოფო კვდება უკვე რა. პირდაპირ მნიშვნელობით ამას კი კვდება უკვე გოგო. ფეხი ულპება უკვე. სოფო არის ჯანსაღი გოგო. ჩემნაირი ხო, ღმერთმა დამიფაროს. ძლიერი გოგო რო იყო, ეხლა არის ჯოხი. აი სული, მატლი რო დადგება, აი ესე მატლებით რო დგას და აი ესე გამოწოვა ეს გოგო რა. და რას ამბობენ, იცი, მაგის მრევლის წევრები? ამ პარტავნებაში იყო ეს გოგო რა. თორე თვითონ ხო ძალიან დამპარტავნებაში არიან რა. ხო და მოკლედ ერთი სიტყვით რა, პირდაპირ მნიშვნელობით გეუბნებით, ეს ადამიანი, რომელიც ადამიანის სულებზე ნადირობს და შემდეგ ადამიანის სულებზე ზის, როგორც ენერგეტიკული ვამპირი, პირდაპირ მნიშვნელობით ვამხილე რა. ჯერ ხო ასტრალურ სივრცეში რეიბს უშება ამ ადამიანს, აღარც მინდა მაგის თქმა, დღეს ერთი 50,000 ჯერ თქვი და მე საბოლოოდ ეს ლაივი, რომელიც შევწერე, მე თვითონვე გავაპრივატიზირე. იმიტომ რომ აი შეაყარე კედელს ერთში ველაპარაკებოდი ისევ იმას, ვინც მე მირტყავს, ენერგეტიკულად უნდა რომ დამარტყას, ხო? ჯერ მაგისმა მრევლის ხალხმა რეები გააკეთა. საჯაროდ რეები იმჩხიბავა და იჩხიბავა ჩემზე. ნუ მოკლედ აღარ უნდა მაგას საუბარი და ამ ადამიანს, რომელსაც გონია რომ სულებს ჩაიჭერს, ვისაც ჩაიჭერს, აგერ კიდგანან იქ და სოფო რომ იქ დგას და ლპება, მომავალი ის იქნება, ვინც მე ყველაზე მეტად განმიკითხა მაგის სასტავში, მრევლში. ასე რომ ჩემოკარგებო, ფრთხილად იყავით, ეხლა არის დრო, როდესაც ბოროტის სულები, რომელიც თვითონ ვეღარ გაჩავენ, სხვის სულებზე ნადირობენ, აჯდებიან მის ენერგეტიკას და მისი ენერგეტიკით იკვებებიან. ამიტომ გეუბნებით რა, თქვენი თავი უნდა გქონდეთ და საერთოდ არავინ არ გჭირდება წინამძღვრად, როგორც ქრისტე გვეუბნება და გვასწავლის, შენსა და ღმერთს შორის არავინ სხვა არ უნდა იდგეს, არც მოძღვარი, არც ვინმე პეტრე, პავლე, დედა, მამა, ძმა და ქმარი, ცოლი, შვილი, არავინ, შენ და ღმერთი. всё, შენ თუ შენი თავი არა გაქვს, მაშინ შენ გაქვს ვიღაცის თავი. აი მაგალითად ნარიმანის 99% მრევლი ნარიმანის სიტყვებით საუბრობს, იმიტომ თავისი არ გააჩნია. და ნარიმანის სიტყვებითაც არ საუბრობს, ნარიმანზე რო თქვეს იმის სიტყვებით. აი ვიღაცა სისტემამ რო ჩამოაყალიბა და ნარიმანს რო დაუწერა ის სიტყვები, იმის სიტყვებით საუბრობს ეს მრევლი და გონია რომ ნარიმანი წმინდა ბერია და აი ეს მე-7 სართულზე გამოკიდილი წმინდა ბერი საქართველოს ხსნელია და ხო და ასე რომ ჩემო კარგო, მეგობრებო, არ ვიცი, აი დამიწერეთ, რომელი ერთისთვის მithქვას თქვენთვის, რომ გინდა თუ არა მომიტანეთ, გინდა თუ არა ეს ქენით, ის ქენით, ესე გამიკეთეთ და ისე გამიკეთეთ რა. ერთადერთი მე რასაც ვაკეთებ, ჩემს იდეებს გაწვდით, თქვენ იღებთ ან არ იღებთ.
ეს არის ჩემი თქვენთან საუბარი და ამასაც აღარ გავაკეთებ აცი, იმიტომ რომ მე მივხვდი ერთ რამეს, რომ ადამიანს რაც არ უნდა ბევრი არიგო, თვითონ თუ არ ისწავლის თავისი ცხოვრებიდან გამომდინარე და თავისი გზიდან გამომდინარე, ვერ სწავლობს სხვის ნათქვამიდან, სხვის დარიგებიდან, სხვის ნასაუბრიდან, ვერ სწავლობს. აი უბრალოდ ვერ სწავლობს. ჩემი გამოცდილებითაც ვიცი, რომ აი სხვისი მოყოლილზე შეიძლება გავიგო, მაგრამ სანამ მე თვითონ არ ვისწავლი, არ მინდა სწავლა იმის მოყოლილზე რა, მე მინდა ჩემი გამოცდილებიდან სწავლა. მონადირეებზე ვინადიროთ მოსულაო. მონადირეებზე ხო, მონადირეებზე არ ნადირობენ, იმიტომ რომ მონადირეებზე თუ ნადირობენ, მონადირეები გამოდიან თვითონაც და მოკლედ თუ გინდა ინადირეთ, რაზეც გინდათ იმაზე ინადირეთ. და ვისაც თავისი ძალები არ გააჩნია, ეძებს სხვისას. რამინ იაკობი წერს, რომ ამიტომ ვამბობ ყოველთვის, რომ თითოეულ ადამიანს თავად უნდა ჰქონდეთ პირადი ურთიერთობა მოწესრიგებული ღმერთთან. რა თქმა უნდა, კი, რა თქმა უნდა. ანუ ვიღაცას რომ ღმერთთან საუბარი სურს, სადაც არ უნდა იყოს, როგორც ქრისტეულებმა სამარიტელ დედაგაც, სადაც არ უნდა იყო, იქ ილოცებ, იქ მიმართავ ღმერთს და იქ შეისმენს ღმერთი. არ სჭირდება ამას მეშვიდე სართულზე ფონიჭალაში ასვლა და შიომღვიმეში დაყუდებულ ბერთან წასვლა. ამ ხალხის გამოღვიძება გინდა? არ ვიცი, მე მაგ ხალხის გამოღვიძება მინდა თუ არა, მაგრამ აშკარად იქ მიმიყვანა ღმერთმა და მანახარა ვითარებაა და დავანახა, რომ აბსოლუტური კატასტროფაა რა. როგორც ისევე მიმიყვანა ილიასთან და მანახა, რომ აბსოლუტური კატასტროფაა. როგორც ისევ მიმიყვანა თამარ გაგაძესთან და მანახა, რომ აბსოლუტური კატასტროფაა. სავარაუდოდ ღმერთი დამატარებს და მანახებს, რომ აი კატასტროფაში ხარ რა. კატასტროფაში ხარ. დაინახე, რომ კატასტროფაში ხარ და პრინციპში, ეხლა როდესაც თუ ვიმსჯელებთ იქიდან გამომდინარე, რომ ღმერთი რო გეუბნება, რომ შენ რომ მოდიხარ ამ ქვეყნად და ღმერთი გეუბნება, რომ წახვალ და დაიღუპები, ხო? და შენ მაინც რო გინდა რომ მინდა კი ნახვა მინდა აი ამის როგორ დავიღუპები რა, ან მე ისეთი ძლიერი ვარ, რომ აი ამ ყველაფერს გადავარჩენ. ხო? სული რო ფიქრობს და სანამ სხეულში შემოვა, მაგას რაღაცა ხელშეკრულებას ხელს აწერს და იმ ხელშეკრულებას, რასაც ხელს აწერს, მე ცხოვრების განმავლობაში იხსენებს რა ხელშეკრულებას მოაწერა ხელი და თუ ჭკვიანია და გონიერია, ბრძენი თუა, ის თავისი ცხოვრებიდან გამომდინარე მიხვდება რა ხელშეკრულებას მოაწერა ხელი და იმ ხელშეკრულების ფეხდაფეხდადის და ერთი და იგივე შეცდომები რომ მეურდება, ხო იცი და ესეთი ცხოვრებისეული რომ ერთი და იგივე იმას ბორბალზე რომ ტრიალებ და იგივე შეცდომას რომ უშვებ და იგივეს უშვებ და იგივე მოგივა შენ რომ გარბი ხარ, ვითომ რომ გონია რომ გარბი ხარ და იგივე რომ მოგდის, აი ერთ ბორბალზე რომ გატრიალებს, ეგრე ჩახოულობა, აი ის რომ ვერ იგებ რა იყო აქ, რა ხელშეკრულებას მოაწერე ხელი, გაიგე, გადადგინე, ბიჭი წადი წინ, ხო? აი ახლა იქ ნარიმანის კარზე მდგომი ხალხი ზუსტად იგივე აი ერთ ბორბალზე ტრიალებენ, რომელიც ვერ იგებენ რას მოაწერეს ხელი და მოაწერეს აშკარად ხელი, რომ თვითონ შეწირავდნენ თავის ცხოვრებას, თავისივე ნებით მეშვიდე სართულზე გამოკეტილ შავშჩაცმო მდუმარე კაცს. ეგ ეხლა მაგათი საქმეა რა, რას მოაწერეს ხელი, მე ეს არ ვინ, მაგრამ მე სავარაუდოდ მოვაწერე ხელი, რომ მივიდოდი აქ, ვნახავდი ვითარებას და წამოვიდოდი. ხვამაღლა მხილების არ შემეშინდებოდა. მე რასაც ვაკვირდები ჩემ ცხოვრებას, ხო? ხედავ, რომ სადაც არ მივედი, ყველგან გახდა მხილება ძალიან საშიში. ძალიან რთული და ძალიან ძნელად ასატანი და აშკარად მე ხედავ ჩემი ცხოვრებიდან გამომდინარე, რას მოსწავლის ცხოვრება და რა მინდოდა გამეგო ამ ცხოვრებაში, რომ მე იმდენად მაინც ძლიერი ვარ, რომ არც ამის შემოშინება, არც ამის და საბოლოო ჯამში იესო ქრისტე რო ჯვარს აცვეს და რო იცოდა იესო ქრისტემ რომ ეს გარდაუვალი იყო ეს გზა, ხო? არც იმის არ შემოშინდება. მაგრამ პირდაპირ მნიშვნელობით გეტყვით, რომ იესო ქრისტე როცა ჯვარს აცვეს, მე კი არ შევეცილებ იმას. ის ეცვა ერთხელ
დაიკლა სისხლი კრავისა და მეორედ აღარ მოხდება. აი ამის გააზრება იყო საჭირო ჩემთვის, რომ გამიაზრებინა იესო ქრისტე კი აცვეს ჯვარს, მე მივდივარ მის გზაზე, მაგრამ მე მისი შემცილებელი კი არ ხდები და მისი გამმეორებელი. მე ვხდები მისი მოწამე, ანუ მოწმე. გესმის? მოწმე ვხდები, რომ ეს მართლაც არსებობს ეს გზა. ჯვარცმის გზა მართლაც არსებობს და აი ამ ჯვარცმის გზაზე როგორც ქრისტეს არ ეშინოდა არც რაბების ხელის, არც გიჟების, არც პოლიტიკოსების, არავის ხელის არ ეშინოდა თუ სიმართლეს აღიარებდა. აი ეს გზა მართლაც არსებობს, მეგობრებო, სულ ერთია რა დროში. ყველა დროში არსებობს ეს გზა. მაგას გეუბნებით, იმიტომ რომ ზოგს გონია, რომ იესო ქრისტე მაშინ რო იყო, მაშინ სხვა დრო იყო. ერთი და იგივე დროა ყველგან, ერთი და იგივე მეორდება, ერთი და იგივე გამოცდებში ვიხლართებით. ეხლა მოდი ვიღაცა წერს. მამა ნიკოლოსთან არის პატარა მაკეტი ჩვენი სულიერი მდგომარეობის, რა გიგვირთ მიდიან და ფული მიაქვთ, რომელსაც უკან უბრუნებს, მაგრამ მაინც ფული მიაქვთ. დიდო ქართველო, დიდი ქართველი წერს ახლა ამას რა, დიდო ქართველო რა. ეხლა ეს უკვე მეათე ადამიანი ხართ, ვისგანაც მესმის, რომ ერთი მაკეტი არის იქო რა, იქო, ილია კი არა და ნიკოლოსთანო და მე გეკითხებით რა, ვინ მისცა უფლება, ვინმეს, რომ პატარა მაკეტი მოაწყო სადღაც. ეს უკვე იმის მხელა არის და ნიშანია, რომ აი იმ ადამიანთან, სადაც ეს მაკეტი მოეწყო, არის მჩხიბავი. ანუ რას აკეთებს ნახე, პროგრამას აწყობს, რომ ნიკოლოს ნარიმანის მოსაზრებით, რაც მოხდება იმ მეშვიდე სართულზე, ის მოხდება მე საქართველოს მასშტაბით. ვინ მისცა მაგის უფლება? ჯერ ეგეთიც პირდაპირ გეკითხები რა. ადამიანი არ დაბადებულა, რომ მაგის უფლება მოეპოვებინოს, რომ ღმერთის საქმეებში ხელი აფათუროს. ჯერ ეგეთის პირდაპირ მნიშვნელობით ღმერთის საქმეებში ხელისფათურია და იცით რა დაემართათ მაგ ეგეთ ადამიანებს, ეგეთ დემონებს, როდესაც ენოქის წიგნით გავთარგმნე, რა წერია იქ, მიწასთან გაცამტვერდნენ, არ არსებობდნენ, არარსებულები გახდნენ, იმიტომ რომ გამოიშალნენ თლიანად ისტორიიდან. და რა მოხდა, იცით, ვინ გადარჩა, იცით მხოლოდ? აი ვინც ნოე, ვინც იცოდა ამის მაქმანება, რომ როგორ გააკეთოს ეს მაკეტები, იმ ჩხიბაოს და ასე შემდეგ და არ იყენებდა ბოროტულად, გესმის? საერთოდ არ იყენებდა. ქონდა იმ ძალა უფლება, რომ გამოიყენებინა, მაგრამ არ იყენებდა და ამიტომ გადარჩა ნოე, თორე არავინ არ დატოვებდა ამ დედამიწის ზურგზე იმ გარემოცვაში, სადაც მოხდა წარღვნა და მთლიან დედამიწაზე არ მოხდა რა წარღვნა, ეს მოხდა ტერიტორიულად, სადაც ეს ჩხიბაობები, როგორც ახლა მეშვიდე სართულზე ფონიჭალაში ხდება ეს ჩხიბაობა, იქ პატარა მაკეტია, თურმე იქაც მოხდება მთელი მასშტაბის გარშემო, მთელი ქვეყნის გარშემო, ვინ მისცათ მაგის უფლება, მაგის დედავატია, არც ერთი ადამიანი მეთქი რა. და ღმერთის საქმეებში რომ ხელს აფათურებ, ხო? აგერ ნახავთ მალე მაგათ რა მოუვათ რა. ყველაზე პირდაპირ გეუბნები, ყველაზე სასტიკად ბრაზდება ღმერთი, როცა მის საქმეებში ხელებს აფათურებ რა. აგერ პირდაპირ მნიშვნელობით რაც იქ ხდება, ის ხდება საქართველოს მასშტაბით, რატომ თუ იცით რა? იმიტომ რომ პირდაპირ იქ რო ვიდექი, ნახე რასაც აკეთებს ეს კაცი. ეს კაცი პირდაპირ აპროგრამებს ამ ხალხს. პირდაპირ ატარებს რიტუალს, რომელი რიტუალიც შემდეგ უნდა რომ გაივრცოს საქართველოს მასშტაბით და ნახე რა ხდება მაგის კარზე. კარგი, არაფერი არ ხდება, ჩემო კარგებო. შხამი რიგდება, ფული რიგდება, კამფეტი შხამია, შაქარი შხამია, ალკოჰოლი შხამია, ჩხუბი, დავიდარება, გაორება. ესე იგი მივხვდეთ, რომ კარგი, არაფერი არ ხდება მაგის კარზე რა და სუსტი დამპროგრამებელია კიდევ კარგი, იმიტომ რომ ეგ მართლა იქ რო ხდებოდეს, რაც მან ხდება მაგის კარზე, ხო? დაქცეული იქნება, საქართველო იქნება გადახლეჩილი კი არა, საერთოდ აღარ იარსებებს რა. ამიტომ გეუბნებით, რომ ხე ნაყოფით რო შეიცნობა, ხო? სახარებაში გვიწერია ხე ნაყოფით შეიცნობა, მაგისი ნაყოფი არის არამზადული. არამზადა არ არის მზად. მზად რატო არ არის, იცით? ხალხი ერთმანეთს ლანძღავს, აგინებს, აფურთხებს, თმებს გლიჯავს, ცემს,
არინდობს, ბიჭო, ქალებს არინდობენ, ისე ექცევიან ამ საცოდავ გოგოს, რომელიც გამოწოვა მთლიანად სხეულიდან გაანახევრა კი არა, არ ვიცი რა დატოვა რა, აღარაფერი აღარ დატოვა ამ გოგოდან და ბოლოს აცემინა. თქვენ წარმოიდგინეთ რა არამზადული რაღაცაა ეს, რასაც ეგაკეთებს? რა ღმერთი ბიჭო, ღმერთი არა. კარგი რა. ამიტომ ჩემო კარგებო, ხო? ფრთხილად იყავით რა. ეს რა არის ახლა? ეს არის იარე ქრისტეს გზის და მტრის და გიჟების რაოდენობას ვერ დათვლის შენს გარშემო. ხო, ეგრეა, ნამდვილად ეგრეა, მაგრამ ქრისტეს მარტო გიჟები არ ყავდა თავისთან, რო იცი. ერთი წუთით მეგობრებო. მიერკავენ ერთ წუთს უპასუხებ. და რა გითხრათ რა, ანუ ღმერთო ყველგან მიმიყვანა და სადაც საჭიროა იქ მივყავარ ღმერთს რა და მე ვერ გეტყვით რომ რამე მიზნის გამო მივედი მაგასთან. აი საერთოდ აზზე არა ვარ რატომ მივედი მაგასთან, მაგრამ ეხლა ვარ აზრზე. როცა მივდიოდი არ ვიყავ, არც ის არ ვიცოდი რატომ მივდიოდი ილიასთან. ეხლა ვიცი. მაგასთან რატომ მივდიოდი, არც ის არ ვიცოდი, ეხლა ვიცი. გესმით, ღმერთს რატო და სად და როგორ დავყავარ? მაგას მერე ვიგებ ხოლმე, გესმით? აჰა, კიდე ერთი პაიჭაძე გაიჩითა ვიღაცა არანორმალური და ამასაც მივაბლოკავ. შენს იმართლე თქვი და შენს მიმართაც ანალოგიური მოხდება რეებს ლაპარაკობ. იარე ქრისტეს ხით, ხო, დიდი ქართველი ცდილობს ახლა რომ რაღაცნაირად ნარიმანის პოზიცია გაამყაროს რა და გაამართლოს, მაგრამ რა არის იცი, რაც გინდა ისქენით რა, მე გამანებეთ თავი. ანუ მე საერთოდ არ მაინტერესებს ნარიმანის ხალხი რას აკეთებს რა. რაც გინდა ისქენით. ოღონდ მე გამანებეთ თავი, ხო? დიდო ქართველო, თორე ახლა შენს დაგბლოკავ. ხო და ჯობია ისევ დაგბლოკო. კარგად იყავ მოდი აქ იმშვიდობები, იმიტომ რომ შენ მაინც ნარიმანის საცეცი ხარ რა. ხო და ამიტომ პირდაპირ გეუბნებით რა, ჩემი საშიშროება დამანახა ღმერთმა რა. მაგ ტიპს უნდა სოფოს შემცვლელი. სოფო კიდე იქ დგას 24 საათი, უკვე რამდენი წელია. არც არ ვიცი რას აკეთებს ეგ გოგო და როგორ ცხოვრობს საერთოდ, რა ცხოვრობს და აი მკვდარია, უკვე მკვდარია ის გოგო. კვდება უკვე ის გოგო რა. და თვალი ამომიღო მიზანში, გესმის? და ამოვიღებ მე მაგას მიზანში. ღმერთმა დამიფაროს მაგის დედავადირე რა. ხო და ჩემს მეგობრებს გაფრთხილებთ რა. მე ნარიმანის კარზე ვნახოთ სოფოსნაირად იქ დამდგარი, ღმერთმა დამიფაროს, ჯერ აი კიდე რამდენჯერმე გადავიწერ, ამიღეთ და გადმომისროლეთ იქიდან რა. აი თუ ვინიცობაა რომ მაგ კაცმა რაღაცა ისეთი საზიზღრობა გააკეთა და რაღაცა ან ვიღაცა შეწირა იმისათვის რომ ეს მოიპოვოს ეს უფლება, დედას ბიცა ვარ, გაფრთხილებთ ყველას რა. ამიღეთ და გადმომაგდეთ იქიდან. მე მის კარზე სოფოსავით თუ ვნახოთ, ღმერთმა დამიფაროს. კიდევ ერთხელ გადავიწერ პირჯოს, ღმერთო დამიცავი მაგ მდგომარეობიდან. აბა თქვენ ხომ არ გაქვთ კითხვები? ხო, ნუ ეს ყლექალობა და ეს პირზე აკერიათ მაგის ქაჯებს, დედა გაქვს მოხნული და ეგეთი რაღაცეები, მაგისი პირიდან გამოდის, იმიტომ რომ პირდაპირ მნიშვნელობით მაგის წიგნი 360 გვერდიანია და სადაც არ უნდა გადაშალოს, უსექსზე საუბრობს ეგ ტიპი რა.
მარტო სექსზე და მომემსახურეთ. ბრძანებელი ვარ და რაღაცა ეკითხებზე. გესმენთ, იქ მე ნორმალური ვერაფერი ვერ წავიკითხე. მაგის წიგნში აი არ ვიცი, ხალხი მეუბნებაო, ამ კაცმა ბევრი იცის, მე ვერ ხვდები რა იცის მაგ კაცმა ბევრი რა. დაჟე გველუკაშვილის პირიდანაც რო ის გამიგია, რომ ნახეო და მივხვდიო მაგის წიგნი რო წავიკითხო, ბევრი რამე ესმის. ბევრი რამე ჩხიბაობა? მაგას გულისხმობ დაეტყობა. კი. ბევრი ჩხიბაობა ესმის. ამიტომაც არის ხალხი მანდრო მიიყვანა და მაგის ხარჯზე რო დგას. რამე ხომ არ გსურთ კიდევ გაიგოთ შემგან? სავარაუდოდ, ეხლა მართლა მაგ ხალხისგან ფრთხილად უნდა იყოთ ჩემი მსმენელი რა. იმიტომ რომ ეგენი აკვირდებიან ჩემს ხალხს, როგორც ჩანს რამდენიმეს ჩემნაირად გაუკეთეს რაღაცა ჯადოქრობები. ხო და საერთოდ ნუ დამიკომენტარებთ და მაგისი ის არ მინდა გამართლება და ის არ მინდა საერთოდ არ მინდა, მართლა არ მინდა. ჯობია თქვენ თუ შეინახოთ და მე მოგაძლევთ ინფორმაციას როგორ უნდა რას ვფიქრობ და რა ხდება საერთოდ საქართველოში და თქვენ თვითონ გადაწყვიტავთ მერე რა უნდა გააკეთოთ და რა უნდა იმოქმედოთ. ამიტომ ფრთხილად იყავით მაგას უშიშროების ხალხი წყავს ჩაჭერილი ძალიან ბევრი აი თუ კი ფილმები გინახავთ ზომბირებული ზომბებზე ფილმები თუ გინახავთ აი ზომბებს რომ გამოუშვებენ ხოლმე ხო აგრესიულ ზომბებს რომ გამოუშვებენ ხოლმე აი აგრესიული ზომბები ყავს ახლა გამოშვებული რა ეგენი არ ინდობენ არავის საშინელებათა ფილმია აი ეგ არის თუ გინდათ რომ საშინელებათა ფილმი ლაივში იხილოთ მიდით ნარიმანის კარზე მაგრამ თუ გინდათ ჯანსაღი იყოთ ჯანმრთელი და ჭკუა გონება მახვილი დარჩით სახში არ მიხვიდეთ მაგასთან ну მოკლედ დიდი ქართველი რაღაცებს ცდილობს რა დიდი ქართველი აშკარად არის ნარიმანის მრევლი და თან ცდილობს მოდი დიდო ქართველო განბლოკავ ახლა შენ და გავიგებ კარგად შენს პოზიციას რა გინდა რომ თქვა რა გინდა რომ თქვა ვინ ხარ გავიგოთ ოღონდ ახლა ვერ განბლოკავ მე განბლოკავ ახლა დაგემშვიდობებით მეგობრებო მე მოკლედ ბოროტების მანქანაა ნარიმანიო ხო ბოროტების მანქანაა და ძალიან საშიში ბოროტების მანქანაა სხვათა შორის ძალიან საშიში ყველაფერზე წამსვლელია ეგ კაცი ყველაფერზე წამსვლელია სადაც იქ თავისი მოძღვარი არ დაიდო თუ იყო საერთოდ მაგისი მოძღვარი ბერ გაბრიელზე რო იჩემებენ რომ ბერი გაბრიელის ის იყო მოწაფე იყო არ იყო ეგ გაბრიელის მოწაფე დიდი კვეთა გიძინია ჯესენ ბიჭოკა არა იცი მე ტელეფონი ანას ვიპოვე მართლა ასე ვიპოვე და გაჩვენებ და ეხლა დატენილია შოდა ის დატენილი მოდი წავიდე და მოიცადე ახლა დავიმშვიდობები მაშინ ჩახურებელს და მე წავიდი შენ როგორ ჩკინა წავედით მეგობრებო დაგემშვიდობებით მე მგონი სათქმელი ვთქვი და ერთადერთი საშიშროება რაც არსებობს ამ შემთხვევაში არის ის რომ მისმა ზომბებმა ცუდი რამეები იკადრონ რა, მაგრამ ცუდ რამეებს ვერ იკადრებენ, იმიტომ რომ
როგორ გითხრათ რა, აი, პირდაპირ მნიშვნელობით მე ხილვაში მაქვს ნანახი, მაგ კაცმა როგორ ეცადა ჩემი გაცამტვერება და როგორ თვითმოვად მოჯდა ადგილზე. აი, ნანახი მაქვს ხილვაში. კი, მოიჩი, ახლა იდეო დავაჭირე. გაკოცებთ ახლა, აბა კარგად.